რატომ არ იზრდება ხელფასი საქართველოში? საქმე იმაშია, რომ ვალუტა ჩვეულებრივი პროდუქტია, რაც მეტია ფული, მით უფრო იაფთება მისი ღირებულება. შენ იღებ ხელფასს, ამ დროს კი ვიღაც სხვა ბანკში იღებს ახალ კრედიტს. რა კავშირშია ეს ერთმანეთთან? ბანკები ამ თანხას იღებენ ეროვნული ბანკისგან, ერთადერთი ორგანიზაციისაგან ქვეყანაში, რომელსაც აქვს ფულის დაბეჭდვის ექსკლუზიური უფლება. ეს ახალი ფული ბანკებში ხვდება სესხის სახით. შემდეგ ბანკები ამ ფულს აძლევენ მომხმარებლებს კრედიტის სახით, უფრო მაღალი პროცენტით და მიღებული მოგებიდან უბრუნებენ ვალს ეროვნულ ბანკს. მხოლოდ 2024 წელს საქართველოში მოქმედი 17 კომერციული ბანკის ჯამურმა წმინდა მოგებამ 3,1 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ დროს ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ხელფასების ზრდა საშუალოდ 10%-ს არ სცდებოდა. მაშინ როცა ინფლაციამ თითქმის 45% შეადგინა. ფულის ბეჭდვას კი ეროვნული ბანკი აგრძელებს ძველი ტემპით. ასეთ პირობებში ინფლაციის დასაძლევად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინდექსაციის პროგრამებს, ანუ ხელფასების ავტომატურ ზრდას, წლიური ინფლაციის გათვალისწინებით. მაგრამ საქართველოში ინდექსაციის სისტემა მხოლოდ სახელმწიფო სექტორზე მოქმედებს. ამიტომ კერძო სექტორში დასაქმებულების ხელფასების ნომინალური ღირებულება ნელ-ნელა იკლებს და შედეგად 1 წლის შემდეგ იმავე ხელფასით ვეღარ იყიდი იმდენ პროდუქტს, რამდენსაც დღეს. ასე რომ პრობლემა მარტო ხელფასის მოცულობაში კი არ არის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლარის სიმტკიცე და ეროვნული ბანკის პროფესიონალიზმი.